ეს რაღაცა შავები რო დადიან, ალბათ ომი დაიწყო, რა დაიწყო, გადავთავი მასე აქ ომია, გადავთავი კარგი ამბავია იმედის არხზე. ეს იმედის არხი არ ვიცი რა არხია. მიხაროდა მაგის ყურება, ეხლა სამეზისგა მაგის დანახვა აღარ მინდა. ხოცავდნენ ახალგაზრდებს სამეშინდა. დილით წამოვე მე, დილით თავდექი, გლები მაშინებდა. ჯოხი დავიწე, წამოვიდა ფასანავრამდე ფეხით გამოვედი. 18 კილომეტრი გამოვიარე ახლა არაფერი არ იყო ჩემ მიჩოვლი ვიყავი ყოველთვის დავდიოდი ფეხით. მანქანა მაშინ არ იყო, ცარიელი იყო ყველაფერი. აი ეგრე მომიხდა. ჩამოვედა ამ სურათს შეხვდი აქ. ეს შავები დარბოდნენ, თვალებში შემომასხეს მიწის რა ქვია, ეს გაზი. ხოდა ნაოპერაციალი კაცი ვარ, ფილტვებდე და ცუდად გავხდი, მე მეტი გზა არ იყო. წავედი სახში. ერთი 5 დღე ცუდად ვიყავი, ვეღარ გამოდიოდი. ხოდა მაინტერესებს რა, ეს მინდა რომ ერთხელ დაწყნარდეს ყველაფერი, მშვიდობა იყოს, ახლა ჩავწყინდა ეს რუსეთის ქვეშ ყოფნა, კაცო. ეს ახალგაზრდები მომწონ ძალიან, ამათ ვენაცვალე. ჩვენ ვერ გავაკეთეთ ჩვენ დროს ხალხმა, ჩემ დროთა ხალხმა და აი ესენი აკეთებენ რაღაცას, ამათ შეუწყოთ ხელი ამ ახალგაზრდებს. არ გვინდა ეს ხოცვას ლეტვა, კაცო, მოვიდეს ივანიშვილის წყოზე ცოტა, კაცო. რატომ მინდა მე ევროკავშირის წევრი გახდე საქართველოს? იმიტომ მინდა რომ მე ევროპაში არა ვარ ნამყოფი. სულ აი გადავიყარი ყველაფერი. ყველაფერი სიმშილის ისი ვაქავა რუსეთის მეტი მე არავინ არ მინახია. მართალია, მაგრამ ევროპა იმიტომ მინდა რომ სულ ყველა ევროპაში გადის, იქიდან შემოდის ყველაფერი, მანქანები იქაური კარგია, ეს იგულებ და ესენი აღარ არის, რასაც მე ვიცნობდი. ხოდა ალბათ ის კარგი ცხოვრება არის, კაცო, იმიტომ მინდა ევროპა. სულ ყველა ევროპაში გარბის და კაი ცხოვრება არის ეთყობა იქ. აი იმპერიზმს და ჩოქიწმინდა გიორგის შევთხოვ რომ აი ეს დაწყნარდეს ეს ახალგაზრდობას გაანებონ თავი ნუ ისემენ ქართველმა ქართველზე როგორ უნდა იყოს ხელი არაჩვენიათ ამის დედაბატი აი ეს მილიცია ადრევე მეძავრებოდნენ ეგ ძაღლობა მართლა ძაღლები ყოფილან არაფერი ეგ მილიცია აღარ არის სახელი გაიფუჭეს რის გულისათვის ივანიშვილმა როგორ უნდა მაატყოს ეგენი აი ახლა წდება ჩვენი ბედი საქართველოს ბედი აი ახლა ვის წიხს აკრავს აი ის არის მტერი საქართველოსი ის არის ფაშისტი ფაშისტები არიან ისინი ვინც ახლა აი უარსი ძაღის აი ახალგაზრდებს მოგდონ ყური ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდობა არის მომეწონა ძალიან ნიჭიერი უნიჭიერესი ხალხია არ ვიცი საიდან მოვიდა ესენი როგორ მოვიდა ვერ გავგებულო ვერ მოვდივარ რაზე აი ესეთი რამე არ მინახია ჩემ ცხოვრებაში დავბერდი უკვე ახალგაზრდების გამარჯვებისგან დამთავრდება მე ეს ვიცი არც ერთი ოპოზიციონერი აქ არ არის მე მიკროფონს ვერ ვხედავ აქ არაფერს არ ვხედავ ეს ხალხია ხალხი გამოვიდა ამათ ვენაცვალე აი ხალხს ახალგაზრდობას ვენაცვალე აი რა ამბავია მოვიდეს ერთი ივანიშვილმა გადახედოს აქ აუბას რა ამბავია დედა ეტირება არაფერი ადვოკატურობის ამაგათ არ შეეცათ სასაცილოდ იგდებენ გომელაურსაც სასაცილოდ იგდებენ ის რომ დააყენეს კიდე რა ქვია ვითომ აი ეს პრეზიდენტი აი ზუბედურის გინებელი რის პრეზიდენტი ის სასაცილოდ დაიგდო ივანიშვილმა იციან რომ ორი კვირა აღარ მაგას ადგილი ერთხელ კოლექტივი დაიცალა ჩვენ ჩოხში გუდამაყარში და დააყენეს ყარაული თავმჯდომარებს უკვე დაიშლილი იყო კოლექტივი და ამათი მე აგინებდა ბოდიში შეთან ამათი იმ დროს დამაყენეს როცა კოლექტივი დაიშალო ეს ბიბღას ეწახოდნენ ჩვენ ხელი იყო აი ეგრე იყო ისე მათ მოუვა დაიშლებიან გადაშლილები არიან უკვე და ეხლა აყენებენ ატყუებენ ხალხს აი ესეთი აფერი აღარ გაუვათ ეს ტყუილი არა შემოგივლი ეს ტყუილი მორჩა გაუგენ სოფლიო გაუგო ხალხმა გაუგო აი ახალგაზრდობამ გაუგო როდემდე აპირებთ აქ ყოფნას სალამ არ დამთავრდება ეს ამბავი აბა დაწყნარდეს ეს ყველაფერი მოგცა თავი ეს არჩევნები დანიშნოს ეს არჩევნები რო დაინიშნება აირჩევენ მე წესიერი მთავრობა მოვა და გამოუჩევენ იბიჭებსაც ციხიდან გაანთავისუფლებენ ეს საყარეს ყველა დროს ცემეს აი ეგ არის ეგ მინდა სხვა არაფერი არ მინდა